10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ გზრდიდნენ არაზრდასრული ხალხი, არამედ შეშინებული ბავშვები. თქვენ საკმაოდ ადრე ისწავლეთ სხვა ადამიანების ემოციებისა და ხასიათების დაფიქსირება. ინტონაცია, მიკრომიმიკა და მრავალი სხვა მიკროდეტალის. ძალიან ხშირად იხდით ბოდის სრულიად შეუსაბამო მომენტშიც კი. გეშინიათ თქვათ, რომ ცუდად ხართ მით უმეტეს თქვენ ახლობლებთან. თქვენ გსჯიდნენ არა იმის გამო თუ რა დააშავეთ, არამედ იმის გამო, რომ ისინი თავს ვერ ართმევდნენ თავიანთ საქმეს. ძალიან გაწუხებთ კონფლიქტები. თქვენთვის უთანხმოება არ არის განსხვავებული აზრების ბუნებრივი გამოხატულება, არამედ საფრთხე, რომ ვიღაც ან მიგატოვებთ, ან ძალიან ცუდად დამთავრდება. ძნელად გამოხატავთ პირად მოთხოვნილებებს. სხვებზე ზრუნვა ავტომატურ რეჟიმში გაქვთ გადასული და როდესაც საკუთარი სურვილების თქმას ცდილობთ, თავს ეგოისტად გრძნობთ. თავს არ ეკუთვნით. მუდმივად გრძნობთ პასუხისგებლობას სხვების გრძნობებზე, ქცევებზე, ბედნიერებაზეც კი. თითქოს თქვენზე არის დამოკიდებული ყველას კარგად ყოფნა. სირცხვილის გრძნობას უფრო ხშირად გრძნობთ, ვიდრე დანაშაულის, რადგან როდესაც შეცდომას უშვებთ, თავს როგორც ცუდ ადამიანს ისე აღიქვამთ. და გავიწყდათ, რა ქსიამოვნებთ. იმდანაც შეისისხლხორცეთ იმიჯი კარგი შვილის ან შესაბამისი პარტნიორის, რომ საკუთარი გემოვნება, თამაშით მიღებული სიამოვნება ან სურვილები გაგიქრათ. და ბოლოს, გახასიათებთ მაღალი თვითკრიტიკა. შინაგანი ხმა მუდმივად გიბიძგებთ, რომ უკეთესი იყოთ, მაგრამ საერთოდაც ვერ გრძნობთ, რომ რაღაცაში საკმარისი ხართ.